სენაკის რადიო. მოგესალმებით, ჩემთვის პირველ რიგში ძალიან დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა სენაკის ცენტრში, ძალიან საინტერესო კაფეში, მაგ სენაკელები ქვია ამ კაფესაც და მე მგონი ლოგიკურიც არის. მოდით რადიო მსმენელისთვის და რადიოს მაყურებლისთვისაც დავიწყოთ თქვენ შესახებ საუბარი. პირველ რიგში მივესალმები თქვენ მსმენელსა და მაყურებლებს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ვარ მანენა გვიჩია, გავიბადე სენაკში, გავიზარდე სენაკში და ახლაც დიდი სიყვარულით მოხვეწევ სენაკში. 30 წლის, ორი შვილის დედა. ვარ პროფესიით იურისტი და ამჟამად გახლავართ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ეს არის პატარა ქალაქი დიდი გულით, სადაც სიყვარული, სითბო, სტილი, კულტურა ერთმანეთს ერწყმის. როცა სენაკში ხარ სტუმრად, გაიცნობ ჩვენს თანამოქალაქეებს, მოხვდები მათთან სუფრაზე, ან თუნდაც გექნება საქმიანი ურთიერთობა, ისეთი მიჩვევა იცის და ისეთი დიდი სიყვარული სუფევს ამ ქალაქში, ნებისმიერი ქართველისთვის აქ ცხოვრება ნამდვილად საუკეთესო, ვინც ჩამოსულა და აქედან წასულა, ყველა დიდი სიყვარულით იხსენებს აქაურობას და ყველას ისევსურს დაბრუნება. სანამ უშუალოდ სხვა კითხვებზე გადავიდოდე, მე პირველ რიგში ცდუნებას ვერ ვუძლებ კითხოთ. ძალიან ახალგაზრდა ხართ, ახალგაზრდების უმეტესობა ალბათ ჯერ ერთი ვთქვათ, რომ თქვენ სასახში ნაკლებად რჩება პატარა ქალაქებში და მეორე მით უმეტეს პოლიტიკაში ნაკლებად არიან ხოლმე. აი თქვენი мотиваცია ამ კუთხით რა არის? ჩემი мотиваცია ამაზე ბევრჯერ მეფიქრია და ბავშვობიდან ყოველთვის მიყვარდა სამართლიანობა და ყოველთვის ვიბრძოდი აი ქალების უფლებებისთვის. რაღაც რო შევიტყობდი ინფორმაციას ქალების ჩაგვრის შესახებ. აი ყოველთვის მინდოდა რომ აი რაღაც გამეკეთებინა, ეს იყო ჩემთვის, რომ აი ყოველთვის აი რო გავიზრდები, რაღაცა ფონდ შევქმნი, ამას ვიზამი, აი სულ მქონდა ეს იყო ჩემში და სწორედ აი ამ სამსახურში ვიპოვა ეს. ქალების მიმართ ძალადობა არ არის მარტო მხოლოდ სტატისტიკა ან რაღაც მოსმენილი ამბავი. ეს არის ტკივილი, რომელსაც ზოგჯერ განიცდიან ჩვენი შვილებიც, მეგობრებიც, ახლობლები, მეზობლები და მინდა რომ ჩემი სული და გული ჩაავდო ამ ადამიანების გაძლიერებაში და მინდა რომ ყველა ქალს უთხრა. მერე რა რომ შეიძლება ადრეულ ასაკში დაოჯახდით, როგორც მე 17 წლის ვიყავი, რაც შენ გსურს და რაც შენ სულსა და გულს უნდა, იმის მიღწევა ყოველთვის შეიძლება. მთავარი არის მონდომება, მიზანდასახულობა და კონცენტრირება იმ საკითხზე, რაც შენ გულით გსურს. და სწორედ რომ დღეს მე ამ სფეროში მოღვაწეობ, ასევე ვარ თავმჯდომარე ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოსი და ყოველდღიურად ჩართული ვარ ვეხმარები ქალებს, ვაძლიერებ მათ და შემიძლია თითოეული მათგანის სიხარული თუ მწუხარება გავიზიარო. მთელი გულით მოვუსმინო მათ და რაც ჩემ ძალებშია, ყველანაირად მათ გვერდით ვიყო და სწორედ აი ვიპოვე აქ ჩემი თავი და ბედნიერი ვარ დღეს ამ ყოველთვის. ძალიან საინტერესო მიმართულება გახლავთ, მით უმეტეს ეს ჩვენთან საქართველოში. ჩვენ აი ამ ბოლო წლებში დავიწყეთ პროაქტიურად საუბარი ქალთა უფლებებზე, ქალთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ქალების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები ძალიან ეფექტური აღმოჩნდა დამარწმუნებით. სექტორშორისი ურთიერთობის შედეგად, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, არასამთავრობო სამთავრობო გინდეთ ბიზნეს სტრუქტურებთან დაუშვათ და მედიასთან უფრო მეტად გაჟღერებული ასეთი ამბები, უფრო მეტად ასე ვთქვათ, გაგებული, დანახული და მოსმენელია, ხო? ჩვენი საბჭოს მთავარი ძირითადი ფუნქცია ქალების გაძლიერება, როგორც ვახსენე, ვატარებთ მუდმივად ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, ტრენინგებს, ჩავდივართ ადმინისტრაციულ ერთეულებში და ბევრჯერ ყოფილა რომ ქალებისგან წამოსვლა რომ აი რა გინდათ თქვენ და ესეთ რაღაცებზე რატო საუბრობთ პირიქით ზოგიერთი ქალი ღირსია ამ ყველაფრის და ჩვენი მიზანია რომ თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ ეს სიტყვა რომ აი ეს აღმოიფხრას მსგავსი სტერეოტიპები ღირსი იქნებოდა, აბა ის დამნაშავე იქნებოდა, ისე არავინ არაფერს არ ეთყოდა და ჩვენი ყველაზე საოცარი რა არის, მან უმეტესობა ადამიანების, ვინც ესე საუბრობს, არიან ქალები. დიახ, და აი ეს დავინახე, როდესაც ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩავედით და ძალიან ბევრი ქალის მხრიდან წამოვიდა მსგავსი რეპლიკები, აი ნამდვილად გაოცებული და გულნატკენი დავრჩი, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ
ყველას ყურამდე მივიტანოთ ეს და ამას უკვე ვაკეთებთ აქტიურად. მანამდე გენდერული საბჭო იყო, ახლა ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მომუშავე მუნიციპალური საბჭო და ჩვენი ღონისძიებები ასევე მუნიციპალიტეტში სოციალური სამსახურს მუნიციპალური პროგრამები აქვს ძალადობის მსხვერპლთალებისთვის, დედმაბით ობოლ ბავშვებზე, მათი გასაძლიერებლად საგრანტო კონკურსიც ჰქონდა. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკურად ძლიერ ქალს აქვს არჩევანის თავისუფლება, რომ არ დარჩეს მოძალადესთან. აიხთინოს მისი სურვილები, ოცნებები და იყოს დამოუკიდებელი და ძლიერი. ფინანსურად დამოუკიდებელი მათ. და სწორედ ჩვენი საბჭო აძლიერებს ქალებს, მეწარმეებს, მათ უტარებთ ტრენინგებს, როგორ დაიწყონ კარიერა, როგორ განახორციელონ რეალობაში თავიანთი ბიზნეს იდეები, ასევე უკვე წარმატებულ ქალებს ვახვედრებთ სხვა ქალბატონებს აუდიტორიას და უყვებიან თავიანთ ისტორიებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვარდისფერ ოქტომბერთან დაკავშირებით თითოეულ ქალს ვატყობინებთ, რომ ქალაქ ზუგდიდში არის სკრინინგ ცენტრი და სახელმწიფო სრულიად უზრუნველყოფს ამ ადამიანებს, რომ ჩაიტარონ სკრინინგი. ძალიან ბევრმა ადამიანმა ეს არც კი იცის, ვემსახურებით მიგვყავს ქალბატონები, მე ეს პასუხები ჩამოგვაგდა, უკვე ვაკვალიანებთ, ვის უნდა მიმართონ და რა. ესე იგი, ასეთი ტიპის კვლევა ჩაიტარონ ადამიანებმა, მათ შეუძლიათ მიმართონ იგივე საკრებულოს და მოითხოვონ. ჩვენ ოქტომბრის თვეში ყოველთვის უზრუნველყოფთ ქალბატონების ტრანსპორტირებას ზუგდიდში, ან ჰერადან ჩამოდიან, აქვე ჩამოდის და აქვე უტარდებათ მათ სკრინინგი. ძალიან საინტერესოა. გარდა ამ პროექტების და პროგრამებისა, კიდევ რა პროგრამები არის ქალბატონებისთვის? ქალბატონებისთვის, აი ნებისმიერი ქალბატონისთვის, რომელსაც ჭირდება გვერდში დგომა. ეს იქნება სულიერი საზრდო, საუბარი, ფსიქოლოგის საათი თუ სხვა დაკვალიანება, როგორ გახდეს წარმატებული და როგორ გახდეს ლიდერი და როგორ გახდეს ძლიერი ქალი, ნებისმიერ დროს ჩვენი კარი ღია არის და თითოეულ ადამიანს ვეხმარებით. ერთხელ ძალიან ესეთი შემთხვევა ჰქონდა, როდესაც მოგმართა ძალადობის მსხვერპლი იყო ერთ-ერთი ქალბატონი, რა თქმა უნდა ეს კონფიდენციალურია და ვერ დავესახელებ, მისმა დედამ დაგვირეკა, რომელიც იმყოფებოდა თბილისში და აი როგორმე დამეხმარეთო, რომ ჩემი შვილი ტრანსპორტირება მოახდინოთ და ჩემამდე ჩამოიყვანეთო. აი მსგავსი შემთხვევებიც კი გქონია. ასევე გქონდა ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც მრავალშვილიან დედას ერთი შვილი წაართვეს, არც ანახებდნენ, აღმოსავლეთ საქართველოში იყო და მათი დაკავშირება იქ სოციალური მუშაკები ჩავრთეთ, მოვახდინეთ რეაგირება. ასევე ხვდებით შეშემოპირების მშობლებს, რადგან მოგეხსენებათ, მათ ძალიან ჭირდებათ დღესდღეობით გაძლიერება. ძალიან რთულ საქმეს არიან, როგორც ემოციურად მოკიდებულები და რაც წამოვა მათგან ხვდებით და უკვე სამუშაო გეგმაც წლის განმავლობაში, აი საზოგადოებისგან წამოსულ საჭიროებებზე დგება ეს სამუშაო გეგმაც. სენაკის რადიო. ძალიან ბევრი ახალი იდეები გვაქვს და ერთ-ერთსაც გავაჟღერებ. ეს არის მოგეხსენებათ, რომ არის საერთაშორისო დღე ქალების 8 მარტს და ყოველთვის ჩვენი საბჭოს მხრიდან რაღაც მცირედი წახალისებით მარტოხელა დედებს სასაჩუქრე ვაუჩერებით, ყვავილებით, თაიგულებით ვასაჩუქრებთ და წელს გამიჩნდა ესეთი იდეა, რომ აუცილებლად ეს მცირედი საჩუქრები შევიძინოთ ჩვენი სენაკელი ქალი მეწარმეებისგან, რომ რეალიზაცია მოვახდინოთ, წავახალისოთ ეს ადამიანები და უფრო ფართო მასშტაბით გავიტანოთ მათი ნაწარმი. ასევე იგეგმება ძალიან ბევრი გამოფენები საშობაო ბაზრობაზეც, ასევე სხვადასხვა დღეებში, რომ ჩვენი სენაკელი მეწარმეების ნაწარმი გამოვიტანოთ, ვანახოთ ფართო აუდიტორიას, დავაკავშიროთ სხვებს, რომ გაზარდონ რეალიზაცია და უფრო დიდი სტიმული ქონდეთ, რომ უფრო და უფრო განავითარონ თავიანთი ბიზნესი. აი რაც შეეხება მეწარმე ქალებს, რამდენად არის მათი მხრიდან მზაობა, რომ ამ პროექტებში მიიღონ მონაწილეობა და ასე ვთქვათ, ეს მხარდაჭერა შესაბამისად გამოიყენონ? მათი მხრიდან არის ძალიან დიდი მზაობა და ძალიან დიდი დაინტერესება.
და რა თქმა უნდა ჩვენი საბჭოც სწორედ აი ასეთ ქალებზე დგას. მათთან თანამშრომლობით, მათი დიდი დაინტერესებით ჩვენ ვახორციელებთ ძალიან საინტერესო და კარგ პროექტებს და მივიწევთ წინ. რამდენად მაღალია საზოგადოების ცნობიერება, რამდენად არიან ისინი ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის, ასე ვთქვათ, ფუნქციონირების პროცესში, რამდენად იღებენ მონაწილეობას და ზოგადად რამდენად ხედავენ საკუთარ თავს საკრებულოსთან ერთად ქალაქის განვითარების მიმართულებით. მოსახლეობის მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება არის. ისევ და ისევ მივდივარ ახალგაზრდებთან, რადგან ჩვენი მომავალი სწორედ მათშია და ახალგაზრდების ხმა არის ყველაზე დიდი და ძლიერი იარაღი, თუნდაც ძალადობის წინააღმდეგ და ასევე სხვადასხვა საკითხებში. სენაკში არის საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობა, სენაკის წარმომადგენლობა, სადაც 200-ზე მეტი სენაკელი ბავშვია გაწევრიანებული და ეს ბავშვები ყოველდღიურად არიან ჩართულები და ჩახედულები თვითმმართველობის საკითხებში და ჩვენ ძალიან ბევრ და საინტერესო პროექტებს ვახორციელებთ ერთად და ეს ძალიან მახარებს. უკეთ გაიცნეს საკრებულო როგორ მუშაობს, მერია როგორ მუშაობს და ძალიან ბევრი თავიანთ თავს ხედავენ საჯარო მმართველობაში და მე ძალიან მოხარული ვარ ამ ყველაფრით. ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული ადამიანები და საკრებულოს თითოეული წევრი. 24 საათის განმავლობაში მზად არის გააჟღეროს თითოეული მოქალაქის ხმა, დაიცვას თითოეული მოქალაქის უფლებები. და სწორედ ამას საკრებულოს თითოეული წევრი ძალიან დიდი სიყვარულით აკეთებს და ჩვენი კარი მუდამ ღია არის თქვენთვის. ჩვენო ძვირფასო მოქალაქეებო, ჩვენ ვართ თქვენი ხმის გამჟღერებლები, თქვენი უფლებების დამცველები და ყოველთვის გვიგულეთ თქვენს გვერდით. სენაკის რადიო. საზოგადოების შეკვეთა და თქვენი საქმიანობა რამდენად თანხმდრაშია ერთმანეთთან? რა თქმა უნდა პასუხობს, რადგან სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სწორედ საზოგადოებრივი და მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებიდან და მოთხოვნებიდან დგება და სწორედ საზოგადოების თითოეულ წევრის საჭიროებებზე არის მორგებული ჩვენი მუნიციპალური პროგრამები და რა თქმა უნდა თვითონ საკრებულოს ხდომების მსვლელობაში ხდომებში რამდენად იღებენ მონაწილეობას ზოგადად ადამიანები, მოქალაქეები? რა თქმა უნდა სოციალურ ქსელში წინასწარ იდება ინფორმაცია, როდის გაიმართება საკრებულოს ხდომა, როდის ხდება ბიუჯეტის განხილვა საჯაროდ და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სურვილისამებრ დაესწროს. ჩვენს მერს ბატონ ვახტანგ გადელიას ყოველ ოთხშაბათს აქ მოქალაქეების მიღების დღე. თითოეული მოქალაქისთვის მისი კარი ღია არის და ყოველდღიურად ჩვენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ჩართულები ვართ ადამიანების პრობლემების მოგვარებაში. ვისურვებდი, რომ უფრო ჩართულები იყვნენ, უფრო დაინტერესება იყოს, უფრო მაღალი მათი მხრიდან და ახალგაზრდებს მადლობა, რადგან ისინი მართლა ძალიან დიდი მოტივაციით, დიდი სურვილით არიან ჩართულები და ახალგაზრდების მხრიდან ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი წამოსულა და განხორციელებულა ჩვენი მუნიციპალიტეტის სასიკეთო. სენაკის რადიო. თქვენ აღნიშნეთ, რომ ძალიან ადრე გათხოვდით. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია თქვენთვის, რომ თქვენი შესაძლებლობების რეალიზება მოგეხდინათ, ხო? პრინციპში, მოდით ვისაუბროთ თქვენს გზაზე და თქვენი წარმატების გზაზე ვისაუბროთ, თქვენი წარმატების ისტორიაზე, რომ გავუზიაროთ სხვებსაც. დავოჯახდი, ვიყავი 17 წლის. დაოჯახების შემდეგ დავამთავრე სკოლა. და ეს სიურპრიზიც იქნება არავისთან ესე ღია და შესახებ არ მისაუბრია. რომ რაღაც ცოტა ბულინგის მსხვერპლიც ვიყავი. წამოვიდა საზოგადოებისგან, მე შენ ძალიან დიდი მომავალი გქონდა და დასრულებულია შენი საქმე. ნუ როგორც ხდება ხოლმე. ვეღარაფერს ვეღარ მიაღწევ, ვეღარაფერს ვეღარ გააკეთებ და ეს გულის ტკივილი მე ვაქცია ჩემ ძლიერ იარაღად. და შესაძლებლობად შესაძლებლობად, რომ უფრო და უფრო წავსულიყავი წინ. მე მყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი, არაჩვეულებრივი მეუღლე, ვარ ძალიან ბედნიერი დედა, ბედნიერი მეუღლე, შემდგარი ქალი და ამავდროულად მე შევძელი, რომ აი ჩემ პიროვნულ განვითარებაზე მეზრუნა ყოველდღიურად და
თითოეულ ქალს ახლა ვინც მისმენს და შეიძლება გადიოდეს ამ ეტაპს, მინდა ვუთხრა, რომ რაც მათ გულით სურთ და რაც თქვენ გინდათ, ყველაფრის მიღწევა შეიძლება. სწორი ადამიანი გყავთ ეთყობა გვერდში და მე დღეს ძალიან მადლიერი ვარ თუნდაც იმ ადამიანების, რომლების მხრიდანაც რაღაცა ესეთი გულის წყვეტა მქონდა, მაგრამ მე მადლიერი ვარ იმ სიტყვებმა უფრო დიდი мотиваცია მქონდა, რომ წინ და წინ მიარა. ჩემი ხასიათსაც ძალიან დიდი წილი აქვს ამ ყველაფერში, რადგან აი რასაც ვიფიქრებ, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს ბოლომდე მივიყვანო და აუცილებლად განვახორციელო. როგორ გამოგდით ეს საზოგადოებრივ საქმიანობაში? საზოგადოებრივ საქმიანობაში აი ცოტა ესეთ გაჟღერება იქნება ჩემი მხრიდან. ეს საზოგადოება უნდა შეაფასოს, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ყველაფერს ვაკეთებ, თუ რამეს ხელს მოვკიდებ, დიდი სიყვარულით და დიდი გულით. და ვფიქრობ, რომ ალბათ გამოვდის. ხო ვერ გაიხსენებდით თქვენი პირადი ცხოვრებიდან ისეთ ეტაპს, ასე ვთქვათ, აი ხო არის ყველა ადამიანის ცხოვრებაში, რომ რაღაცა პერიოდით შერდები და ფიქრობ, რამდენ სწორი არჩევანი გავაკეთე. აი თქვენ შემთხვევაში როგორ არის? ჩემ სხვათა შორის ჩემ შემთხვევაში სულ მაქვს ჩემ თავთან პრეტენზია, ყოველთვის არასოდეს არაფერი არ მომწონს ბოლომდე და როცა ჩემ თავთან მარტო რჩები, რომ აი მარტო შენ კიდევ შეგიძლია, აი ისიც შეგიძლია, ესეც შეგიძლია, კიდევ უფრო მეტი შეგიძლია და აი ყოველთვის არასოდეს არ ვარ კმაყოფილი ბოლომდე. მარტო თქვენი ჰობის შესახებ მაინტერესებს. ჩემი ჰობი არის ბავშვობიდან ცეკვა. ეს არის აი ჩემი ფერადი სამყარო. მუსიკა და ცეკვა. ცეკვაზე არასოდეს არ მივლია, მაგრამ მე შევძელი, რომ დღეს ყველა ცეკვა ვიცი, ყველა ნაციონალური ცეკვა, ქართული ცეკვა, ინდური, არაბული ცეკვები და ეს ყველაფერი ვისწავლე ჩემით. როდესაც მარტო რჩები, ყოველთვის მუსიკას ჩავრთავ და მუსიკის ფონზე საერთოდ სხვა სამყაროში ვარ. ძალიან მეხმარება ეს მედიტაციაში, ჩემი იდეების სრულყოფაში, განტვირთვაში, რა თქმა უნდა და ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ვცეკვავ. როგორ ახერხებთ, რომ კაცი საჯარო მოხელის შეიძლება ითქვას იმიჯიდან ჩვეულებრივი ქალი, თუნდაც ძლიერი ქალი გახდეთ და იყოთ? დაგეთანხმებით იმაში, რომ ცოტა მკაც ჩარჩოებში ვუყურებთ ამ ადამიანებს და იმაშიც, რომ ძალიან არასტანდარტული საჯარო მოხელე ვარ ვიტყოდი. როდესაც მე გადავდგი ნაბიჯი პოლიტიკაში და მქონდა პირველი ნაბიჯები, ჩემი საყვარელი მეგობრებისგან, მოქალაქეებისგან, ვინც ქუჩაში მხვდებოდა, რომ იყო ესეთი, არასოდეს არ შეიცვალო. სულ დარჩი ისეთი, როგორიც ხარ. და მე სწორედ ყოველთვის ძალიან პირდაპირი ადამიანი ვარ, გულღია ადამიანი ვარ და როგორიც ვარ, ისეთი ვიქნები, რა დროც არ უნდა გავიდეს, რადგან ყველაზე მთავარი არის ადამიანობა, ყველაზე მთავარი არის გულწრფელობა. სწორედ ეს უყვართ ადამიანებს. და თამაში არ შემიძლია. როგორიც ვარ, ისეთი ვარ და საზოგადოებამ ზუსტად ისეთი მიმიღო და ზუსტად ისეთი ვუყვარ ვარ, როგორიც ნამდვილი მატატო არის. და წლების შემდეგ თუ შეიცვალა მატატო, გაითვალისწინეთ თუ არა მეგობრების რჩევა, როცა გეუბნებოდნენ არ შეიცვალო? რა თქმა უნდა გავითვალისწინე და ყოველდღიურად ვითვალისწინებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მე თუ შევიცვლები, მე ბედნიერი არ ვიქნები და მე სადაც ბედნიერი არა ვარ, იქ ვერ განვითარდები და ჩემი ხასიათი არ მომცემს იმის საშუალებას, რომ რაღაც ჩარჩოებში მოვიქცე და დავრჩე იქ, სადაც ჩემი ადგილი არ არის. აუცილებლად უნდა ვიყო ბედნიერი, თავს უნდა ვგრძნობდე თავისუფლად, ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე დიდი გულით. სენაკის რადიო. როგორც დედა როგორი ხართ? როგორც დედა ვარ ზომიერად მკაცრი. ვცდილობ, რომ ყველა ჩანაფიქრი ჩემ შვილებს ავუსრულო. ვიყო მათი დიდი მეგობარი და გავუბედნიერო და გავლამაზო ყოველი დღე და ვასწავლო მთავარი, რომ ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რადგან ყველაზე დიდი მონაპოვარი ეს არის ამ ცხოვრებაში, რომ იქნები ადამიანი, კარგი ადამიანი, საიმედო მეგობარი და ყოველდღიურად ვასწავლე ამას, რომ
ვისაც დახმარება დასჭირდება, ხელი გაუწოდონ და იყვნენ კარგი კაცები. და მე არ შემიძლია არ ვახსენო ჩემი ძალიან დიდი ოჯახი, ჩემი მშობლები, ჩემი მეუღლის მშობლები, რომლებიც გარჩეული არ მყავს ჩემი ბიოლოგიური მშობლებისგან. რომ არა ეს ადამიანები და რომ არა ჩემი უძვირფასესი ოჯახი, ალბათ მე დღეს იქ არ ვიქნებოდი, სადაც ვარ და არ ვიქნებოდი ესეთი თავდაჯერებული ადამიანი, რა თქმა უნდა. Ყოველთვის უკან დგას ოჯახი. Რაღაცებს, რასაც სწორად ვაკეთებ. და მადლობა ჩემს ძალიან დიდსა და უძვირფასეს ოჯახს ყოველთვისთვის. წინ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი გამარჯვებები, რა თქმა უნდა გამოწვევებიც გელოდებათ. თქვენი უახლოესი მიზნები მაინც რა არის? ჩემი უახლოესი მიზნები არის, რომ გავაძლიერო უფრო და უფრო მეტი ადამიანი. ესეც ძალიან დიდ ბედნიერებას, სულიერ სიმშვიდეს და სიხარულს მანიჭებს. გავიხსენებ ერთ ფაქტს, ამის წინათ ერთ-ერთი ქალბატონი იყო ჩემთან მოსული და საუბრობდით ჩემთან სამსახურში კაბინეტში. რაღაც თემები განვიხილეთ, ეს ქალი დიდი ხანია ლექსებს წერს, ასევე ხელოვანია და არასოდეს მას გამოფენა არ ჰქონია. და ყოველფერთან დაკავშირებით რაღაც ძალიან დიდი გულისწყობა ჰქონდა. მე მას შევპირდი ეს გამოფენას, რადგან ის ნამდვილად იმსახურებს ამას. და მითხრა ესეთი რაღაც, აი მე დღეს შენთან რომ მოვედიო, ვისაუბრეო, ისე დამშვიდდიო, ისეთი ბედნიერი ვარო, რომ აი ამ ყოველფრისთვის დიდი მადლობაო და მართლაც რომ ზოგჯერ დახმარება არ არის მხოლოდ რაღაც ცნობიერების ამაღლებით, მატერიალური, ან თუნდაც რამის აი ერთი ტკბილი სიტყვა, ერთი ღიმილი, აი მომენტში ადამიანის გვერდში დგომა, ხელის გაწოდება და თუნდაც ის საუბარი, ჩვენ საქართველოში ქალები ერთმანეთის ფსიქოლოგები ვართ. აი თუნდაც ესეთი საუბრები, რომ აი ერთი ადამიანის ცხოვრება შევცვალე უკეთესობისკენ, ან გავაძლიერე, მივეცი მას ძალა, ეს ისეთ ბედნიერებას მანიჭებს. და ისეთი ბედნიერება რამ ყოველფრით, რომ მინდა რომ უფრო და უფრო მეტ ადამიანს გამოვადგე და უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის ვიყო ძალიან დიდი იმედი. სენაკის რადიო. დაახლოებით 20 წელიწადში. როგორ გინდათ რომ სენაკელებმა გაგიხსენოთ? ან თუნდაც იყოს 50 წელიწადში. იყოს 50 წელიწადში, ან თუნდაც უახლოეს მომავალში. მინდა რომ გამიხსენონ გოგონა დიდი გულით. კაია. საიმედო, კეთილსინდისიერი და სიყვარულით სავსე. თითოეული ადამიანის მხარდამჭერი და თითოეული ადამიანის სიხარულის და ბედნიერების გამზიარებელი. გისურვებთ და იმედია ჩვენ არაერთხელ შევხვდებით მომავალში ერთმანეთს. ჩემი წარმატების ფორმულაც მე მიმაჩნია ეს არის, რომ თითოეული ადამიანის, თითოეული მეგობრის სიხარული, წარმატება და ბედნიერება ჩემთვის არის ისე აღვიქვამ, როგორც ჩემსას. და ძალიან მაბედნიერებს, როდესაც ჩემი მეგობრების ყველაზე დიდი მიღწევები, როცა ხდება ცხოვრებაში, ტელეფონს იღებენ და მიმზიარებენ. და ვამაყობ ამითი. გისურვებთ რომ აი მუდამ გქონდეთ ესეთი ბედნიერების, კმაყოფილების და კარგის კეთების განცდა. იმიტომ რომ ადამიანები ალბათ მართლა ამითი ვართ ძლიერები, როდესაც სხვისთვის სასარგებლოები ვართ და მე უკვე ალბათ საკუთარი თავისთვისაც. იმიტომ რომ სიკეთე რაც შეიძლება დედამიწიდან წაიღო, ეს არის ერთადერთი რამ, ხო? ნამდვილად. აბა შეხვედრამდე. შეხვედრამდე.